უფროსი ლეიტენანტი ქლიძე ეკატერინე, ვარ სამხედრო მფრინავი, ამჟამად ვმუშაობ ცალკეულ შერეულ საავიაციო ესკადრილიაში. სამხედრო მფრინავი ფაქტიურად ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, ანუ ის არ არის მხოლოდ მფრინავი. პირველ რიგში არის სამხედრო, ცხოვრობს სამხედრო წესებით და პარალელურად ასრულებს საფრენოსნო დავალებას. ანუ მედესანტეები გადაყვავს და კონკრეტულ წერტილზე ასრულებენ ხტომებს. გარდა ამისა, შესაძლებელია ვიმუშაოთ ტვირთის გადატანაზე, მგზავრების გადაყვანაზე. თუმცა სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები სხვადასხვა დანიშნულებითაც გამოიყენება. შეიძლება მათი საბრძოლო დანიშნულება, შეიარაღების გამოყენება და ასე შემდეგ. მომავალი მფრინავი აუცილებლად გადის ფსიქოლოგიურ შემოწმებას და ფიზიკურ შემოწმებას. ფსიქოლოგიურ შემოწმების შედეგად დგინდება, რამდენად ხარტია, რამდენად მდგრადია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რამდენად სწორი რეაქცია აქვს ამა თუ იმ არასტანდარტულ სიტუაციაზე. ერთ-ერთი შემოწმების სახე არის წნევის ცვლილებაზე რეაგირება, ორგანიზმის რეაგირება, წნევის სწრაფ ცვლილებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა ფიგურების შესრულების დროს არსებული გადატვირთვები როგორ იმოქმედებს ორგანიზმზე. თუ გამოცდის ამ ყველა ეტაპს მომავალი მფრინავი კარგად გაივლის, დაწარმოებით გაივლის, ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შესაძლებელია ის, რომ დაშვებული იქნეს თეორიულ მომზადებაზე. თეორიული მომზადების შემდეგ შესაძლებელია მისი პრაქტიკულ ფრენებზე დაშვება. შემდგომ ამისა უკვე, როდესაც ის მიიღებს სრულ დაშვებას, შესაძლებელია მისი ფრენა სპეციალურ დავალებებზე. ფრინავს მოეთხოვება ძალიან ბევრი რამის ცოდნა, მათ შორის მეტეოროლოგია, მათ შორის ჰაერში ნავიგაცია, საავიაციო მედიცინა, რაც თვალისწინებს მფრინავის ორგანიზმის მზაობას, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, ჰაერში, წნევის ცვლილებების დროს, გადატვირთვის დროს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი აუცილებელი უნარია ის, რომ სწრაფად იღებდე გადაწყვეტილებებს, ფსიქოლოგიურად მზად იყო იმისათვის, რომ ჰაერში ფრენისას შესაძლო არასტანდარტულ სიტუაციებში მიიღოს სწორი და რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება, მოახდინოს სწრაფი რეაგირება და აუცილებლად უნდა იმუშაო ყოველდღიურად საკუთარ ორგანიზმზე სპეციალური ვარჯიშებით, ფრინავის ვარჯიშებით, რათა უფრო ადვილად შეძლოს ორგანიზმმა ის გადატვირთვები, იმ გადატვირთვების ატანა, რაც ჰაერში ფრენის დროს გვიწევს. მაქვს ძალიან სასიამოვნო პროფესია. ის განცდა, რაც ფრენას მოაქვს, ჩემთვის ყოველთვის იქნება განუმეორებელი. თუ ხარ სამხედრო მფრინავი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ხარ ძალიან დაძაბულ რეჟიმში. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში შენ ხარ შენი პროფესიისთვის და სამსახურისთვის და არა დანარჩენი ყველაფრისთვის. 21 საუკუნეში ავიაცია ერთ-ერთი განვითარებული სფეროა და სამხედრო მფრინავის ზღვრული ასაკით საკმაოდ დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ხშირად ინტენსიურად უნდა მოხდეს ახალგაზრდა მფრინავების გადასწავლება. და ვთვლი, რომ საკმაოდ პერსპექტიული პროფესია. მათ, ვისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს გახდეს მფრინავი, ვურჩევ პირველ რიგში მიაქციონ ყურადღება ტექნიკურ საგნებს, იმუშაონ რაც შეიძლება ბევრი საკუთარ თავზე, საკუთარ ფსიქოლოგიაზე და ჯანმრთელობაზე. მიყევით ჯანმრთელი ცხოვრების წესს.